ჩამოვედით როგორც იქნა ერევანში. 3 საათნახევარი ვიარეთ მატარებლით. სხვათა შორის ძალიან კომფორტულად. ეხლა გამოვედი სადგურიდან და მივდივარ ცენტრში, სადაც ჩემი ჰოსტელია. 2 კილომეტრნახევარია ეხლა აქედან ჩემ ჰოსტელამდე. სიცივით არ ცივა, რავი, ნორმალური ტემპერატურაა რა, ძალიან არ ცივა. ისე არ ცივა, როგორც მაგალითად გიუმრიში გციოდა ან ვანაძორში. ასე რომ წავედით და ხვალ შევუტიოთ ერევანს. მოდიოდი რა და ფიქრობდი 10 საათია. ეხლა რო არ ვიყო სამოგზაუროდ წამოსული. რავი, ვიქნებოდი საღამოს წამოვედი სახში რამეს ტელევიზორს უყურებდი ან YouTube-ზე უყურებდი რამეს, ან ფილმს უყურებდი ან რაღაც. ერთი ჩვეულებრივი კარგი დღე იქნებოდა რა. მაგრამ ეს სამოგზაუროდ რო ვარ წამოსული, ეხლა არის არაჩვეულებრივი დღე რა. რაღაც აი ახალი შეგრძნება, უცხო გარემოში ყოფნა. ძალიან კარგი შეგრძნება და ძალიან მიყვარს ეს შეგრძნება. ასე რომ ბევრი მოგზაურეთ რა ხალხო. არ აქვს მნიშვნელობა სად იმოგზაურებთ, თავარია რომ რამე ახალი ნახოთ. სახში ყოფნა შეგვიძლია, თუ გაქვთ ამის შესაძლებლობა, ამის დრო, ამის ნერვებიც უნდა ცოტა უნდა მოგწონდეთ წანწარი რა, გააჩნია როგორი ტიპის მოგზაურობა გიყვართ. ნებისმიერი ტიპის, უბრალოდ იმოგზაუროთ, გაერთეთ. მოვედი ჰოსტელში, უსავსეა. ვარ ერთ ოთახში. კარგი ჰოსტელი ჩანს, არის ჩანს ცუდი ჰოსტელი. ისეთია. ბევრი ხალხია, მაგრამ არაფერი არ ხდება. მოკლედ წავალ ეხლა დავიძინებ რა. 11 საათია უკვე თითქმის 12:30-ია. ხო დილით. გამოვალთ და დავიწყოთ ერევნის დათვალიერება. მე ვნახოთ ამ დღეებში გადავწყვიტოთ კიდე სად შეიძლება წასვლა, სად ღირს წასვლა, სად არ ღირს წასვლა და ესე გავაგრძელოთ ჩვენი მოგზაურობა. დილამშვიდობის ახალ. დღეს ერევანში ვიბოდიალებ მთელი დღე. ეხლა მივდივარ პირველი ბაზარში. ბაზარი მინდა ვნახო. შემდეგ მთელი დღე უკვე მთელ ერევანს შემოვლი, რასაც შევძლებ რა. ხო, ჰოსტელზე მინდოდა დამამატებინა, რომ 25 ლარი გადავიხადე ღამეში. გუშინ დავრჩი და 3 ღამე დავრჩები კიდე იქ. ჯამში სადღაც 100 ლარი, დაახლოებით 100 ლარი დაჯდება 4 ღამე რა. მიწის ზედა გადასასვლელები ეხლა რაც გაჩვენეთ რა. სამწუხაროდ თბილისშიც ბევრი გვაქვს. მიწის ქვეშაც ბევრი გვაქვს. მე არ მინახავს ან მიწის ქვეშა გადასასვლელით, ან მიწის ზედა გადასასვლელით ესარგებლოს მაგალითად უნარ შეზღუდულ ადამიანს. მე არ დამინახავს. წარმომიდგენია როგორ რთული იქნება. ან უბრალოდ მოხუცი ადამიანი რომ ამ სიმაღლეზე უნდა ავიდეს, რომ უბრალოდ ერთი ნაწილიდან გზის მეორე ნაწილზე გადავიდეს. აი ახლა ვცდილობდი რა გამეხსენებინა. არა ვარ ეხა ბევრ ქვეყანაში ნამყოფი რა, მაქსიმუმ რავი 15-ში ალბათ. და უმეტესად ევროპაში. ვერაფრით ვერ გავიხსენე ეხა სადმე აი ეგეთი გადასასვლელი მენახოს. არ მახსენდება უბრალოდ. თუ თქვენ გახსენდებათ სადმე ეგეთი გადასასვლელები, ან თუ იცით რატო აკეთებენ ეგეთ გადასასვლელებს, დამიწერეთ კომენტარებში და მეც მეცოდინება შემდეგში. ეს არის ერევნის რკინიგზის სადგური და აი ხო გვერდზე არის ერევნის ბაზარი. დაახლოებით გამოიყურება როგორც ჩვენი დეზერტირების ბაზარი. ხო და წავიდეთ ეხლა და დავათვალიეროთ როგორია ერევნის ბაზრობა. აი ესეც ჩვენი ბაზრობა. როგორც წეგავთქვი, თბილისში მაინც და მაინც არ მეყვარს, როცა სახლისთვის ბაზარში მივდივარ, ასე რომ თამუსგან მაგრად მომხვდება ეხლა ამას რო ნახავს. მარწყვი დაახლოებით 8 ლარი ღირს კილო. აქეთაც არის პატარა წვრილი 7 ლარი. იცით ეხლა ჩვენ ქართველები ვართ, ასე რომ იცით ამ ბოთლებში ეხლა რაც არის. სუნჯუხი 1 ცალი ღირს 2000 დრამი, დაახლოებით 14 ლარი. და 1 კილო 6500. 1000 დრამი არის 7 ლარი. სადღაც 45 ლარი ალბათ. ეს არის ხილის ფასები. აი მაგალითად მსხალი 600 დრამი ღირს, 800 ვაშლი, ლიავი 1000, კარალიოკი 550, ბურძენი 600 დრამი კილო. გამოვედი ახლა ბაზრიდან.
აქ ყოველ შემთხვევაში როგორც მითხრეს ადგილობრივებმა, აქ არ არის რა თევზის და ხორცის განყოფილება. რაღაც სხვა ბაზრობა მითხრეს. ეხლა იქაც წავალ და ახლობით 1 კილომეტრშია აქედან ცენტრისკენ, მაინც ცენტრისკენ უნდა წავსულიყავი მე რომ დავათვალიეროთ ერთად ცენტრის და ზოგადად ერევანი. ასე რომ არ ინერვიულობთ მარტო ბაზრისთვის აქ არ ჩამოსულა. ერევანსაც გაჩვენებთ. მაგრამ მინდა რომ ისიც ვნახო. თევზეული სად იყიდება, ხორცეული, დაახლოებით რა ფასებია. მე შევადაროთ უკვე, შეგიძლიათ შეადაროთ ჩვენთან თბილისის ბაზრის ფასებს დაახლოებით. გარევაჭრობა აქაც ისევეა როგორც თბილისში. რავი, მე ჩემი აზრით არაფერს არ უშლის რა, პირიქით ქალაქს, რავი, თითქოს აცოცხლებს. უფრო ისეთი სიცოცხლე იგრძნობა ქალაქში, როცა ბევრი ხალხი მოძრაობს გარეთ, რავი, გარევაჭრობა, ხალხი ვაჭრობს ერთმანეთში და ასე შემდეგ. ერთადერთი ის არის სამწუხარო, რომ ხალხი იძულებულია ისე უჭირს, რომ გარეთ გამოვიდნენ სავაჭროდ. და იმედია აქაც და ჩვენთანაც ყველაფერი მოწესრიგდება მოხდა და აღარ მოუწევთ ადამიანებს გარეთ ცივეში დგომა. მოვადექი ახლა იმ მეორე ბაზარს, ეს უფრო დიდი ჩანს. უბრალოდ ისიც მინდოდა მე ნახა ის, რომელიც სადგურთან ახლოს არის. ნახოთ აბა ესეც როგორი ბაზარია. წესით ეს უფრო დიდი ჩანს. ეს ბევრად ჯობია ახლა. ბევრად დიდია და რავი, წესით ყველაფერი უნდა იყოს აქ. ხვდაბა ერთად დავათვალიეროთ. ფასებსაც შეძლებს დაგვარად გეტყვით. ეხლა შევხვდით კარკაც, თხოვარად თვითონ არ გადამეღო, შესაბამისად არც გადამეღია. უბრალოდ მისი პროდუქტები გადავიღე, ღვინო და არაყი. არარატის კონიაკი ღირს 8000 დრამი. აი ეს არის პროცეულის ღვინო. ლიტრი ღირს 3000 დრამი და არაყი, აი ეგზევით, ლიტრი ღირს 5000 დრამი. და გამომასპინძდა ბროწეულის ღვინით. რაც პირველად გავსინჯე, არასოდეს არ მქონდა განასინჯი ბროწეულის ღვინო. როგორც ვიცი, ბროწეულის სამშობლოდ ითვლება სომხეთი, არ ვიცი რამდენად მართალია, მაგრამ ესე ვნახე ინფორმაცია. ძალიან კარგი ღვინო იყო რა, მომეწონა, გემრიელი იყო. ალკოჰოლი დაახლოებით როგორც ჩვენ ღვინოს ეგრე აქვს, 13-14% მითხრა. ერთი ჭიქა ღვინო ესე დილით ცოტა დამატრიალა. იმედია ხა მთელ ბაზარს არ გავზიდავ. აი რამდენი სუნჯუხია. კითხავ ახლა რა ღირს აქ. წინა ბაზარში, ქვედა ბაზარში ვნახეთ. კილოგრამი ღირს 9000 დრამი. ხილზე აქაც დაახლოებით იგივე ფასებია, რაც ქვედა ბაზრობაზე. ეხლა მაინტერესებს ვნახო სად არის თევზი. და ვნახოთ თევზის და ხორცის ფასები. ესე იგი საქონლის ხორცი 3600 დრამი, 1 კილოგრამი, ხოლო ღორის ხორცი 3200 დრამი. ისიც 1 კილოგრამი. ჩემი დანგრეული რუსულით როცა ვლაპარაკობ, ყველა მეკითხება ქართველი ხარო? ცნობენ ალბათ აქცენტს. არც სომხური აქცენტი რო არა მაქვს და რაღაც ალბათ უცნაური, ან რავი იციან. ცოტა ქართული სიტყვებიც იციან სხვათა შორის. რამდენიმემ გამარჯობა მითხრა ქართულად. წავედით ახლა და თევზეული ვნახოთ. კობრი ღირს 1 კილო 2300 დრამი და ეს ორაგული. მე მგონი ორაგულია, ზუსტად არ ვიცი, თუ იცით ვინმე დამიწერეთ კომენტარებში რა თევზია. ორაგულს გავს. ეს ღირს 3000 დრამი კილოგრამი. მოურჩით ბაზარს, გავიდეთ ახლა სადმე ცენტრისკენ, ცოტა ომში და რამე ვჭამოთ. და შემდეგ უკვე წავიდეთ, რავი, რამდენიმე ადგილი მაქვს ჩანიშნული. და წავიდეთ და დავათვალიეროთ ეს ადგილებიც, თორე მარტო ბაზრით ერევანს ვერ ვნახავთ. მოვედი ხალხო, ერევნის ლურჯ მეჩეთში. მე-18 საუკუნის მეჩეთია. დროთა განმავლობაში შემდეგ დაზიანდა და 90-იან წლებში აღადგინეს ირანის მთავრობის დაფინანსებით. დღესაც ჩვეულებრივი მოქმედი მეჩეთია. თუ ერევანში მოხვდებით, აუცილებლად ნახეთ. ძალიან ლამაზია, მოგეწონებათ.
ესე იგი, იტალიურ პიცერიაში შემოვედი. უკვე თითქმის 2:30 აქვს. თანდელითაც არ მისაუზმეა და ამიტომ გადავწყვიტე უცებ პიცა ვჭამო და წავიდე მერე კასკადი ვნახო. აი ეს გადამჭა პიცა. თელი პიცა შევჭამე, იმენა ისე შეედა. გამოვედი ახლა პიცერიიდან. ჭამე რა ნორმალური იყო პიცა. ან ძალიან მშიოდა და რავი, კარგი მომეჩვენა. კარგი იყო რა, არ იყო ცუდი. ოღონდ ერთი რამე იყო. ყავდათ რობოტი მიმტანი. კიდე კარგი მე არ მომიტანა რა პიცა. ჩვეულებრივი მიმტანებიც ყავდათ ადამიანი მიმტანები. არა, რავი, აი მესმის რა, ტექნოლოგიები, კარგია ტექნოლოგიები, მეც ახლა ტექნოლოგიით ვიღებ ზუსტად ამ ვიდეოს, მაგრამ რავი, რაღაც რობოტი მიმტანი ცოტა ისეთია. იმედია პიცაც რობოტის გამო მსხვარი არ იყო, თორე ნახდად არ შევჭამდი რა. რა თქმა უნდა ეს ხუმრობთ. აი ეს რობოტი მიმტანებიც ყავთ ერევანში. ხო და ეხლა სად მივდივართ პიცერიიდან. ეხლა მოვედით ახლოს უკვე კასკადთან. რა თქმა უნდა ავალთ ბოლომდე. შევხედე და ეშმაკის ბორბალი გაჩერებულია. არ მუშაობს, ასე რომ კასკადიდან თან გადმოვხედავთ ერევნის ხედს რა. ამოვედით მეგობრებო კასკადზე, არც ისე რთულია გამოსვლა. 10 წუთი მომუნდი დაახლოებით 15 წუთი. 1980 წელს ააშენეს კასკადი და აუცილებლად ამოდით აქ რა. ძალიან ლამაზი ხედებია აქედან ერევანზე და რაც თავარია არარატზე. თუ გაგიმართლებთ, ორივე არარატს დაინახავთ. მცირეს და დიდსაც. მცირე არარატი დაახლოებით 4000 მეტრამდეა, 4000 მეტრზე ნაკლებია, ხოლო დიდი არარატი 5100 მეტრზე მეტია. თითქმის 5200 მეტრი. აბა წავედით ისევ ცენტრისკენ. დავიძარით, გავისეირნოთ ისევ. რესპუბლიკის მოედნამდე მინდა ჩასვლა და გზაში რაც შეგხვდება, ყველაფერი დავათვალიეროთ. ტრანსპორტზე მინდა და ორი სიტყვა მეთქვა. რაც დავინახე არის ტროლეიბუსები, ავტობუსები, როგორც ძველი ისევე ახალი მანის ავტობუსები. რამდენიმე ჩინური ავტობუსის დავინახე სხვათა შორის. მიკროავტობუსებია და არის კიდევ მეტრო. დავედით ახლა ოპერის შენობას გაჩვენებთ, ერევნის ოპერის თეატრს. სიმართლე გითხრათ არ ველოდი რომ ამხელა შენობა იქნებოდა, ამხელა ოპერა იქნებოდა. მაგრამ რატომაც არა რა, კავკასიაში, საქართველოში, სომხეთში, აზერბაიჯანში უყვართ ოპერა, ასე რომ შენობებიდანაც ჩანს. თქვენ თვითონაც იცით თბილისში დღესაც როგორი პოპულარულია ოპერა. ძალიან ლამაზია ერევნის ოპერა, მაგრამ ერთადერთი რაც არ მომწონს არის ეს რუხი მოშავო ფერი. არ ვიცი რატო გადაწყვეტეს რომ ეგეთი ფერის ყოფილიყო, მაგრამ რავი, მე მაინც და მაინც არ მომეწონა ეგ ფერი ოპერისთვის. ესეთი ლამაზი საფეხმავლო ქუჩა არის ერევანში, რომელიც ცენტრისკენ მიდის ოპერიდან. ძალიან კარგია და ალამაზებს აი ესეთი საფეხმავლო ქუჩები ქალაქს. საფეხმავლო ქუჩები, პარკები ქალაქები უნდა იყოს მორგებული ადამიანებზე. გამოდით ახლა რესპუბლიკის მოედანი გაჩვენოთ. რესპუბლიკის მოედანზეა თავმოყრილი ყველა მნიშვნელოვანი შენობა. სომხეთის არქეოლოგიური მუზეუმი, სომხეთის მთავრობის სახლი.
მოკლედ წავედით ახლა ცოტა ხანი დავისვენოთ. შევალე ჰოსტელში, დავტენით ან ტექნიკას ყველაფერს. მეც მოწესრიგდები და საღამოს გამოვიდეთ და საახალწლოდ მორთული ერევანი ვნახოთ. წავედი ხალხო ახლა. წავალ რამეს შევჭამ, თორემ მომშვიდა ცოტა დავისვენე ჰოსტელში და მე რავი შეიძლება სადმე ბარშიც გავიაროთ რა. აბა როგორ მოგწონთ ღამის ერევანი, რესპუბლიკის მოედანი. Have a holly jolly Christmas, it's the best time of the year. Well, I don't know if there'll be snow, but have a cup of cheer. Have a holly jolly Christmas, and when you walk down the street, say hello to friends you know and everyone you meet. Oh, the mistletoe is hung where you can see. მოვედი ახლა სომხურ რესტორანში, ვაპირებ ქაბაბი შევუკვეთო, საქონლის და უნდა ავიღო ხინკალი. მაინტერესებს როგორი ხინკალია ერევანში. ნახოთ გავსინჯოთ აბა. გამოვედი ახლა ამ წუთას რესტორნიდან. ესე იგი 5 ხინკალი ავიღე, 1 ხინკალი ღირდა 300 დრამი. ქაბაბი, 1 ქაბაბი საქონლის ღირდა 1800 დრამი და 1 ლუდი. ლუდი და ქაბაბი. რავი, ჩაოლებრივი ლუდი და ქაბაბი იყო არაფერი განსაკუთრებული. მეორედ რომ მითხრათ, რავი, აღარც იმ ლუდს დავლევდი და აღარც იმ ქაბაბს შევჭამდი. ხინკალი გემრიელი იყო. ხინკალი ჩვენებურ ქალაქურს გავდა რა, გემოთი. ქალაქური ხინკალი იყო ჩაოლებრივი რა. წავედი ახლა ხალხო მე ჰოსტელში. დღე რო შევაჯამოთ, რავი, ძალიან კარგი დღე იყო, მომეწონა ერევანი. კიდე ერთი დღე სიამოვნებით გავჩერდები აქ და სიამოვნებით დავათვალიერებ ერევანს, ვნახოთ რამდენად დამრჩება დრო. ხვალ მინდა გავარკვიო გარნიში როგორ წავიდე. გავალ სადგურზე და ვნახავ თუ ხვალ შეძლებ წასვლას, წავალ. თუ არა და მაშინ ზეგ წავალ, უბრალოდ გავარკვევ რომელსაც გადის ავტობუსები. რაც შეეხება დღევანდელ დღეს რა, რავი, კარგად ჩაიარა ერევანი როგორც თქვი მომეწონა. რესტორანი შეიძლებოდა რამე ისეთი უფრო აუთენტური, რამე უფრო ისეთი ადგილობრივი, მაგრამ სამწუხაროდ ადგილობრივებს რო ვეკითხები, მიშვებენ ისეთ რესტორნებში, შედარებით უფრო ევროპულ ან შერეული მენიური აქვს, თითქოს ფიქრობენ, რომ ალბათ არ მომეწონება რავი ადგილობრივი რესტორანი, ან არ ვიცი, ან შეიძლება უბრალოდ არ იციან. ჰოსტელშიდაც ვიკითხე, Google-ში დაიწყეს ძებნა და გავანებე თავი, იმიტომ რომ Google-ში მე შემიძლია მოვძებნო. ხოლო საკვებს არ აქვს რა მნიშვნელობა ეხა, შეიძლება სადმე რაღაც საკვები მოგეწონოს, რაღაც არ მოგეწონოს. ეხა დღევანდელი შემთხვევა მაგალითად ქაბაბი შედარებით არ მომეწონა, მაგრამ ეგ არ არის პრობლემა, რა მთავარია რომ ატმოსფერო იყოს ადგილობრივი რა. თქვენს ნანახი გაქვთ რა, მაგალითად სადმე ან სომხურ ქორწილში ხართ ნამყოფი, ან დაბადების დღეზე ან რაღაცაზე და ხო იცით როგორ ერთობია რა, ძალიან უყვართ ეგეთი გართობა და აი რამე ეგეთის ნახვა მინდოდა აქ ადგილობრივ რესტორანში. ჯერჯერობით სამწუხაროდ არ გამომივიდა, ვნახოთ შემდეგ დღეებში რა, თუ შევძლებთ მაგას რო გავაკეთო. ბარებშიდაც იგივეა რა, მივდივარ ბარებში და ძირითადად სარიელებია. წავედით ახლა ჩვენ ჰოსტელში, მინიმუმ 2 დღით კიდე აქ ვარ. შეიძლება მეტიც გავჩერდე, ვნახოთ, ვიმოგზაუროთ ერთად. აბა გამიმშვიდობს. ასე დამთავრდა ჩვენი სომხეთში მოგზაურობის მეორე ნაწილი. წინ მესამე, ანუ სომხეთში მოგზაურობის ბოლო ვიდეო გელოდებათ.